ხმარს ვერ შეჭამ. ამბობს მენა არ აქვს. უცნობას კაცი არ მოუკლავს. დაეშვი მიწაზე. მაგას ნიჭი უნდა შემოკარგო. გამომივიდა ეს ციხე-ბეთონური რა. ყველა ნოტი უკვე დაწერილია. რა მიწისიერი პროფესია აირჩიე რომ იცხოვრო. დაეშვი მიწაზე. ამბობს მენა არ აქვს. I take video. No, it's okay. Thank you. Yes. Oh, really? Yeah. I do as well. Oh, really? Yeah, what do you do? Oh, sorry, I don't want to come out. No, it's okay. Can I No come out? worries. Yeah. What's up? No, I'm doing my. Alright, I have. Okay, კალიფორნიაში გვაქვს ძალიან მშოვლო ამინდი, მოხრობილია, ქარია, ცოტა ცრის კიდევაც. დაახლოებით 2 თვე დარჩა. რაც გახდება 9 წელი ჩემს ემიგრირებულ დამებნაენა. არ ყოფილა მარტივი ეს ჩაჭრა და ჩაწერო რაღაცეები. მოკლედ დაახლოებით 2 თვე დარჩა, რაც 9 წელი შემისრულდება ჩემს ემიგრაციამდე. 9 წელია უკვე ხდება უბრალოდ რაც მიგრაციაში ვარ. 2008 წელი იყო, როდესაც ზუსტად ის წელი სანამ შემოვიდოდნენ, ასე თქვა რუსები. საქართველოს სანამ ომი მოხდებოდა, ზუსტად წინა თვეებში ივნისი იყო, რომ ვაბარებდი კონსერვატორიაში. და ვაბარებდი კონსერვატორიაში საკომპოზიტოროზე. და ვერ მოვხვდი. არა იმიტომ რომ მე ვერ ჩავაბარე და არ ვიცოდი. არა, უბრალოდ გაყიდული იყო ადგილები და რა თქმა უნდა მე ჩემი ოჯახი არ იყო ესე თქვათ ისეთი შეძლებული რომ ფული ჩაგვედო ამაში, იმიტომ რომ დედაჩემმა უფრო ფული ჩემცოდნაში ჩადო, ვიდრე ასე თქვათ კორუმპირებულ კონსერვატორიაში. შესაბამისად დავჭი გარეთ იმის მიუხედავად რომ პროფესიაში 90
13-14 ქულა მიიღე, მაგრამ ამას უნდა გაგიტანა 2 თუ 3 ნაწარმოები, შენი დაწერილი. და ასევე უნდა გაგეტანა ერთი ინსტრუმენტისთვის, რომელიც მინდოდა. მე გავიტანე 7 ნაწარმოები 2-3-ის ნაცვლად და ერთი ინსტრუმენტის ნაცვლად მქონდა რამოდენიმესთვის, მაგალითად, მარტო ფორტეპიანოსთვის კი არ მქონდა, ასევე მქონდა ფლეიტისთვის და ფორტეპიანოსთვის, მქონდა ვიოლინოსთვის და ფორტეპიანოსთვის, მქონდა 2 საგუნდო ნაწარმოები, რაც მოიცავს მხოლოდ ვოკალს და ასე შემდეგ. ხო და მოკლედ ესეთი ამბავი მოხდა იმის მიუხედავად, რომ ის იყო წარმატებული, ასე ვთქვათ, ჩაბარება რა ვთქვათ, გასვლა მქონდა, მაინც ვერ მოვხდი, ვერ ჩავაბარე. და მაქედან დავიწყე უკვე ფიქრი, რომ რაღაცნაირად სიმართლე გითხრა, უფრო სწორედ მაქედან დავიწყე, მაგრამ მაქედან დავიწყე ფიქრი, რომ ძალიან რა თქმა უნდა გამიწყდა, რომ ვერ ჩავაბარე და ფიქრობდი, რომ მეორე წელს მეცადა ჩაბარება, მაგრამ აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება და გადაწყვეტილება, როდესაც დედაჩემს რამდენიმე, ასე ვთქვათ, ცნობილმა, რომელიც მათ შორის რამდენიმე დღემდე მოღვაწეობს კონსერვატორიაში, ცნობილმა, ასე ვთქვათ, რექტორებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ აუცილებლად თქვენი შვილი უნდა მოვიდეს შემდეგ წელს ჩააბაროს, რადგან ძალიან ნიჭიერია. აუცილებლად არ უნდა დაიკარგოს მისი ნიჭი და ძალიან დამაინტერესდა მაშინ კითხვა გამიჩნდა, რომ თუ ნიჭიერი ვიყავი, რატო ვერ მოვხვდი? და თუ ვერ მოვხვდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი და არ მქონდა, ასე ვთქვათ, მაგის უნარების შესაძლებლობები, მას შემდეგ წელს აღარ მინდოდა იქ. შესაბამისად, ძალიან ნათელი იყო და შემდეგ ძალიან ბევრი ფაქტიც მოხდა და ფაქტიც გავიგე და შევამჩნიე, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი იყო ფულით, როგორც მაშინ ხდებოდა. და მგონი არც ახლა არ შეცვლა სიტუაცია, მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ხელოვნების სფეროში, რაც ეხება მუსიკას, თეატრს, კინოს, სამხატვროს, ასე რომ და ამის შემდეგ უკვე როდესაც მივხვდი, რომ ძალიან დიდ უსამართლობასთან მქონდა ადგილი, გადავწყვიტე მოკლედ, რომ არასდროს აღარ ჩამებარებინა კონსერვატორიაში, საქართველოში და გამეკეთებინა ყველაფერი ისე, რომ წავსულიყავი მოგეთ საზღვარგარეთ. დავიწყე ძიება, მაგრამ ამასობაში სანამ ძიებას დავიწყებდი, რომ გამომეძებნა, ასე ვთქვათ, გზები რა და როგორ იყო და საწავსულიყავი რომ ქვეყანაში ან ასე შემდეგ. მანამდე აი ლამაზად ცრის და მგონი არც ჩანს. მანამდე გადავწყვიტე, რომ დავიწყო მუშაობა. ჩემი პირველი სამსახური იყო, არ ვიცით გახსოვთ თუ არა, ესეთი კაფე იყო, სწრაფი კვების კაფე იყო, იყო 2 რულა. ერთ-ერთი იყო წერეთელზე, ფილიალი, საფუძველზე და წერეთელზე ბევრი გაგვიყვება, მაგრამ საფუძველზე და წერეთელზე ვმუშაობდი მე და მან დავიწყე მუშაობა კარტოფილის მრცქვლება, თუ სწორად ვწახი. ხო, ძალიან დიდი ის იყო, ასე ვთქვათ, განსხვავება კონსერვატორიიდან კარტოფილის მქონე, მაგრამ ძალიან გამზარდა. მან შემდეგ ძალიან ბევრი სამსახური იყო სხვადასხვა და არასდროს არ შემიწყვეტია მოკლედ ფიქრი იმაზე, რომ უნდა წავსულიყავი, როგორ წავსულიყავი. ყოველთვის განვიხილავდი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანას, მაგრამ მოხდა ისე, რომ გერმანიამ ჩამირტყა უარი ვიზაზე, იტალიამ ჩამირტყა უარი ვიზაზე, არ ვიცი რატომ. მაგრამ სასწავლებლად არ მივდიოდი პრინციპში, უბრალოდ სამგზავროდ მივდიოდა და წავსულიყავი და თან ისეთი ვიზები მქონდა. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი გათხოვდებოდა, მე ჯერ უნდა ყოფილიყავ იტალიაში და მაინც არ ჩამირტყეს. ამასობაში ამ პერიოდში უკვე ძალიან კარგი სამსახური მქონდა საქართველოში, დავიწყე კარგ სამსახურში მუშაობა, დაახლოებით 7-8 წელი გავიდა და მოკლედ დავიწყე იმდენი ხალხი დადის, რომ ყველა მე მიყურებს და რაღაცნაირად მიკომპლექსდი. არა უშავს. ახალი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში. ხო და მე რა იყო? მე იყო ის, რომ
მოკლედ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი ამერიკაში, რაც ნამდვილად არ იყო მარტივი. ორჯერ შევედი, დაახლოებით 5 წლის მანძილზე ორჯერ შევედი. ორივეჯერ აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა მოწესრიგებული, დაზღვევიან, დანაზოგი, აბსოლუტურად ყველაფრიანად. მაგრამ უმიზეზოდ არ მიყავდნენ, მოკლედ რა თქმა უნდა, ამერიკის საელჩოში არც გეუნებიან მიზეზს. და შემდეგ უკვე 2016 წელი იყო, როდესაც ზაფხულში შევედი. კიდევ უარი ჩამირტყეს და ეგრევე შევბრუნდი სექტემბერში. 2-3 თვეში. რასაც ყველა მეუბნებოდა, რომ არ შეხვიდე, არ არის კარგი, რა სისულელეა ესე მალე რომ შედიხარ. მოკლედ შევედი და გამოვიტანე ვიზა. არ ვიცი, ჩემთვისაც იყო ძალიან დიდი შოკი და ისეთი შოკი იყო და იმდენი მქონდა ჩადებული ამას თქვა ბრძოლაში, რომ სიმართლე გითხრა და ისეთი სიხარული არც განმისდია რა, იმიტომ რომ რაღაცა ისე ვცდილობდი თავს, რომ მეთქი აი რაღაც მართლა ესეა თუ არ არის ესე. მახსოვს მე საელჩოდან გიგით მქონდა რა თქმა უნდა გასაუბრება, პირდაპირ წამოვედი დედასთან, სამსახურში იყო დედა და დედა მარც იცოდა რა. რო ეს თქვა წვალობდი ამერიკაში წასვლაზე. და მივედი და უთხრა რომ მეთქი ამერიკის ვიზა მაქვს და წავიდი ამერიკაში თქვა. არ ვიცი, ძალიან ცუდი გოგო ვარ. მაშინ როგორ უთხარი ესე პირდაპირ მივათხელი შემაგრამ. თან იმის გათვალისწინებით, რომ დედის ერთა ვარ. Bye guys, have a good one. და რასწორბოდი დედის ერთა ვარ მithumetes და მისთვის რა ხალა ეხა რომ ვფიქრობ რა ხელა დარტყმა იქნებოდა და რა ხელა არ ვიცი შიში და ყველაფერი ერთად და მე რაღაცა ესე გამოვცხადი ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგრამ სიყვარული გითხრათ როგორც აღმოჩნდა ვერ განვისტიდი რა ამ ბედნიერებას ეს გემრიელად რომ აი რაღაცა იმიტომ რომ იმდენი ვიწვალე რომ რაღაცა ვის მქონდა რა ძალიან რაღაცას რომ მიაღწევ და მე რო არ გჯერა და რაღაცა ვერც ხარს ვერ გამოხატავ და ინდონეზია არ გჯერა რომ რაღაც არ გიხარია ეგრე ვიყავი. მე იყო ყველაზე რთული გზა ნიუ-იორკი, ნიუ-იორკში ჩამოვედი ყველა მე მიყურებს არ და ხო ამერიკა, არა ხო თავისუფლება, არა ყველა მიყურებს. მაინც ვერ იგებენ რას ვაყარებ და რატომ მიყურებ. ერთი სიტყვით. მე იყო ყველაზე რთული პერიოდი. ჩემი იმიგრაცია მოხდა პირველი დღეები მოხდა ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში და აი საერთოდ არავინ არ მყავდა. ერთ-ერთ ადამიანთან ვისაც ჩავედი, იყო ჩემი ახლობლის, მეზობლის ნაცნობი, თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს ზუსტად. და ვინც დამხვდა კიდე აეროპორტში, იყო ჩემი მეგობრის ძვირი ნაცნობი, ეს ბიჭი დამხვდა აეროპორტში, რომელსაც დღემდე ვემადლიერები. იმიტომ რომ ყველაზე რთული ის მოუწია, ტაქსაობდა, ასე ვთქვათ, უბერზე იჯდა, ტაქსის მსხვილი იყო და იფიქრა რომ 1 საათით გავალო და გამოვიყვანა გოგოს რა მოხდა, საერთოდ არც მიცნობდა, ფიზიკურად მივიყავეს სურათები გადაუგზავნეს ჩემი. და რომ მოვიდა აეროპორტში, მოხდა ისე რომ საზღვარზე გამაჩერეს 4-5 საათი ვიყავი დაკითხვაზე. ოღონდ რა დამკითხეს 100 არა ვარ, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური რომ ჩამოვედი. ერთადერთი რაც მახსოვს ის იყო რომ ძალიან ნერვიულობდი, მახსოვს დაკითხვის საკაში შემიყვარეს რაღაცებს მეკითხებოდნენ და ერთი ფურცელზე მეწერა ასე ვთქვათ რომ სად მივდიოდი, რატომ მივდიოდი, რამდენი ხნით უკანა ბილეთის მქონდა აღებული და არც ვიცი აი როგორ გამომიშვეს, რატომ გამომიშვეს, მოკლედ 5 საათში გამოვედი უკან და ეს ბიჭი კარებთან 5 საათი მელოდებოდა. ბიჭი რომელიც საერთოდ არ ვიცოდა. და როგორც კი გამოვედი, სურათები ქონდა, მეც მქონდა ბიჭის სურათები, რომ დაახლოებით მეცნო, ეგრევე დამიძახა გიშივით, ლი და ეძახის და გავედი. არ ვიცი, რომ გავედა ფეხი დავადგი მიწაზე,
არ მჯეროდა, მართლა არ მჯეროდა, რომ აქ ვიყავი. ურთულესი იყო ჯერ ერთი 8 წლის შემდეგ ჩემი კონსერვატორიაში ჩაბარებიდან, არ ჩაბარებიდან 8 წლის შემდეგ ესე იგი 8 წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ ჩავედი ნიუ-იორკში და მე კიდე 5 საათიანი ამხელა ასე თქვა დაკითხვა იყო რა, ძალიან რთული იყო. ხო და რა ჩავედი პირველი რაც საბჭოთა დამჭა რომ ძალიან ბნელოდა, ანუ რაღაცა ესე მაგისტრალზე რო გავედით რაღაცა, და საქართველოში ხო რაღაცა კაშკაშებული რაღაცები და ეს იყო და ძალიან რაღაცა შუტავდა რაღაცები რა. ანუ შუქები და მეგონა რომ რა ხდება, შუქი არ არის აქ, რა თუ არ არიცია. და სინამდვილეში, ასე ვთქვათ, თურმე ესეთი ეკონომიური ნატურებით არის განათებული მთელი ამერიკა ღამე. პირველი შთაბეჭდილება ჩემი იყო ეს. მე მახსოვს რომ მიმიყვანა ამ ბიჭმა პირველი რა თქმა უნდა ბრუკლინში ბრუკლინში დავსახდი ბეი პარკვეიზე. ასეთი ქუჩა არის ნიუ-იორკში. ბრუკლინში და ამ ბიჭმა სამომილაგა ასე თქვა ჩანთები დამიწყო და მითხრა ძალიან ბოდიში ხა უნდა წავიდე, იმიტომ რომ ის დასაბერდო და უკარგეო თან ტაქსავდა რა თქმა უნდა თავისდე რომ აქ მithumetes მაშინ რომ ჩამოვედი კიდე არ მოხდა და ეხლა ძალიან კარგად მისმის რომ ამ ბიჭმა რამდენი დრო დავიჭო და რამდენი დრო დახარჯა და რამდენი ფული დაკარგა იმ მომენტში როცა მე მელოდებოდა. მახსოვს რომ დამიწყო ეს კარებთან და წავიდა და იდახასნაირად ისე ვიყო, ისეთი ცარიელი ვიყავი და ჩემი ოთახი პირველი ოთახი როგორი იყო ვიცით? არ ვიცი რა შეხვიდოდი, უბრალოდ ერთი ნაბიჯი საშუალება იყო რა და მეორე ნაბიჯი უკვე ლოგინზე იყავი. ესეთი იყო. გამე მყავდა სტუმრები და მაშინ გამერწურები მყავდა რომ ჩემი ჩამოტანილი რაღაცა 10 წელი 15 წელი ჩუჩხალაძე ამოვიღა და სიფისო გავდი ხოლმე რომ გადადა ოთახში ერთხელ ჭამდი, ან შეიძლება კვირაში ერთხელ შევჭამდი რა ეს რომ მეანატრებოდა ხოლმე და მაშინ მივხვდი რომ მყავდა სტუმრები რომ ერთხელაც გამოვიღე და კბილები ამჩენებია ზედ. ასე რომ დაგვეფერე და ჭამდი ხოლმე. ეს რა თქვა და ხუმრობდი. ურთულესი იყო პირველი წლები ემიგრაციის ძალიან რთული იყო. ხანდახან არც კი მჯერა ხოლმე რომ გავიხედები და რომ ნახავ ხოლმე რომ ერთი ჩემო რამდენი რამ გამოვიარე. ძალიან რთული იყო მართლა. ზოგადად ყავს არ აქვს, მაგრამ როცა ვსწავლობ ხოლმე პირში ძალიან გასაგებია ცივი ყავა მიყვარს ლატე. ზიანი. მაგ პერიოდში ძალიან მეხმარება ხოლმე რომ ცოტა ისე ვიყო რა. ხიზლად. აი მგონია რომ პირველი ეპიზოდში საკმაოდ ასე ვთქვათ ბევრი მოვყევი. ეს ერთი ხსას დავამატების იყო რომ საქართველოში როცა ვცხოვრობდი არასდროს არავის არ ჯეროდა ჩემი. რა თქმა უნდა დედის გარდა. არავის არ ჯეროდა რომ მაგალითად შესაძლებელი იყო კომპოზიციას გავყოდი. კომპოზიციას ანუ იგივე კომპოზიტორობა, ანუ მუსიკის შექმნას. ასევე რომ ჩამოვედი ნიუ-იორკში რო ვიძახდი ხოლმე რომ ჩაბარება მინდა, სწავლა მინდა, რაღაცა ისეთი ქილიკი იყო ხოლმე და მე აბსოლუტურად მესვენსდი ადამიანების, იმიტომ რომ ჩამოვედი რომ ხედავ ადამიანს რომ ძალიან ასე ვთქვათ სადაც ნულიდან უნდა დაიწყოს, რომ ხედავ რომ даже ინგლისურიც კი არ იცის საშუალო დონეზე, ხო? რა თქმა უნდა, არის იმის შანსი, რომ იმის ასე ვთქვათ, შანსი არ აქვს, იმის უფლება გაქვს, რომ ესე იფიქრო. შესაბამისად არ მიგვიქს, მაშინ რა თქმა უნდა ძალიან წმინდა ხოლმე, მაგრამ ხა არ წმინს. აბსოლუტურად მისმის მათი, აი აბსოლუტურად. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს მე ვსწავლობ და აგერ უკვე ვამთავრებ ამ კოლეჯს
კალიფორნიის ერთ-ერთ კოლეჯს. მანამდე მე ვსწავლობდი ასევე თანამედროვე ძალიან მაგარ მუსიკალურ სკოლაში. სადაც შევისწავლე music production-ი, მუსიკის წარმოება, DJ-ინგი, ფილმის მუსიკა, აი ცოტა ყველაფერი სწავლებოდა, დაახლოებით 15 თვე ვსწავლობდი. ძალიან თანამედროვე მიდგომებით იყო და ეხლა უკვე სწავლობ კალიფორნიის ერთ-ერთ კოლეჯში კომპოზიტორობის განხრით, კომპოზიციის განხრით და აი როგორ რამდენიმე თვეში დავამთავრებ და მეკნებ ძალიან მალე ამერიკის ასე ვთქვათ დიპლომი, ხარისხი მუსიკაში. მინდა გითხრათ, რომ ამ კოლეჯში ვსწავლობ სრულიად უფასოდ და მეტიც მაქვს სტიპენდია, ვარ სტიპენდიადი, მაქვს უმაღლესი ქულები, იმის მიუხედავად, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობიდან არ მიყვარდა სწავლა, ვიყავი 60-ანი საქართველოში საშუალო სკოლაში, დღეს ვარ ფრიადოსანი და ორჯერ გადმომცეს სერტიფიკატი იმის, რომ აბსოლუტ ყველა საგანში მქონდა უმაღლესი ქულა, ჩვენებურად 5-იანი, ძველებურად ახლებურად 10-იანი და ამერიკის ასე ვთქვათ შესაბამისად A ქულები მქონდა, ანუ A ქულები მქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ 90-დან 100 ქულამდე მე ვიყევ ჩემი ქულები არანაკლებ 90-ისა. ასე რომ ყველაფერი არის შესაძლებელი და ძალიან გამიხარდება თუ ჩემი არხი დაგამოტივირებთ. მოგცემთ იმის საშუალებას, რომ რაღაცა თქვენ ოცნებებს შეასხათ ფრთები, რადგან მართლა მასე იყო, ყველა მეუბნებოდა, რომ ეს იყო შეუძლებელი. ვიყავი ძალიან დიდი მუსიკალური ბულინგის მსხვერპლი საქართველოში. მუსიკალური 13 წლიანი პაუზა მქონდა, რაც მუსიკაში კი არ არის ყველგან კატასტროფა და მის მიდას მუსიკაში, იმიტომ რომ მუსიკაში არის 13 დღე რო არ უკრავ, უკვე ხთითები გაჩერებული გაქვს და უკვე რაღაც სხვანაირად მიდის შენი სიტუაცია. ანუ უკვე გაჩერებული ხარ და მithudes 13 წელი ვიყავი გაჩერებული, მაგრამ ეს 13 წელი ვეძებდი ჩემ თავს და ვფიქრობ, რომ ძალიან ღირ და მოკლედ. ვერი რო არ ვილაპარაკო. ასევე ორჯერ ავიღე აქ ჩემი კომპოზიცია, კლასიკური კომპოზიცია, რომელიც დავწერე ორჯერ აიღო ჯილდო კალიფორნიის ადგილობრივ კონკურსში, ორჯერ დაჯილდოვდა. და არ ვიცი. მართლა ძალიან გუწფროდ მინდა, რომ ყველას ვისაც ვისი გჯერათ და ვისიც გინდათ რომ გააკეთოთ, უნდა გააკეთოთ. და მინდა გითხრათ, რომ მე აქ სწავლა დავიწყე 30 წლის შემდეგ. ანუ ასაკით 30 წლის შემდეგ. 13 წლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ კიდევ მაინც დაუბრუნდი მუსიკას. იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ ვიცოდი ინგლისური, დღეს ინგლისურად ვსწავლობ, რა თქმა უნდა, გამოდივარ სიტყვით ინგლისურად, მაქვს ხოლმე თქვა წარდგენები ჩემი ნაწარმოების. ასევე აქ მუშაობ ერთ-ერთ ამერიკულ ძალიან სერიოზულ კომპანიაში და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. არ არის მარტივი, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არის შეუძლებელი. ეს არის თავარი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ძალიან გინდათ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. ჩემთვის მნიშვნელოვანია უკავშირი. თქვენი უკავშირი და თუ რაიმე კითხვა გექნებათ, თუ უბრალოდ გამავხნევებთ, იმიტომ რომ ჩემი პირველი ეპიზოდია ამ ჭრილში, YouTube-ის ჭრილში. ძალიან გამიხარდება, ამისთვის ღია არის კომენტარები და ძალიან დიდი მადლობა თუ ბოლომდე მიყურეთ. უღორმესი მადლობა. სხვათა შორის მუსიკა, რომელიც ადევს ამარხს, არის ჩემი, რომელიც ეძღვნება ჩემი ემიგრაციის 6 წელიწადს. აუცილებლად ახსნი რა და როგორ დავწერე და რატომ გავაკეთე.